მე არაერთხელ მინახავს ეს არქეტიპი მოლაპარაკებებში და ნამდვილად ძალიან კარგი სანახაობა არის. ათენა ძლიერი მხარე არის ლოგიკური აზროვნება და რა თქმა უნდა მოლაპარაკებებზე. ადგილი, სადაც ათენა ხელახლა იბადება და იფურჩქნება. მე არაერთხელ მინახავს ეს არქეტიპი მოლაპარაკებებში და ნამდვილად ძალიან კარგი სანახაობა არის. ზედმეტი სიტყვების გარეშე მას შეუძლია გამართოს ისეთი ლოგიკა და იმდენად სხვა ადამიანსაც დაანახოს სარგებელი საკუთარ ლოგიკაში, რომ შეუძლებელია რომ ამას შეეწინააღმდეგო. ამიტომ მას შეუძლია რომ ისეთი მიზეზშედეგობრივი და მრავალშრიანი ლოგიკა გამართოს, რომ თუ ადამიანი ამას ეწინააღმდეგება, უკვე ნებისმიერ შემთხვევაში გუნდი ხედავს, რომ ეს არის რაღაც დესტრუქციული ელემენტი. მას შეუძლია ზედმეტი მხედადინებების გარეშე მოიპოვოს მთლიანად გუნდის მხარდაჭერა და შესაბამისად მიაღწიოს მიზანს. ათენა აუცილებლად დაიჭერს მიზეზშედეგობრივ კავშირებს და აქედან გამართავს ისეთ ლოგიკას, ისეთ რაღაცას დააკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც არასდროს ასე არ დაკავშირებულა და აი ეს დაკავშირება, რთული ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, ეს რა თქმა უნდა არის ათენას ძლიერი მხარე. თქმა უნდა, მათ შორის ეს არის უმაღლესი ათენას დამახასიათებელი თვისება.